ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოსა და შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234,150 ამერიკული დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჯგუფის დელეგაციას და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შეხვდნენ. უწყების ცნობით შეხვედრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი, სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი მაიორი ალეკ ჰარისონი. The US military has partnered for many years with Georgia's emergency. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მრავალი წელია თანამშრომლობენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. საკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის დღევანდელი დონაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაეხმარება საგანგებო სიტუაციებზე სწრაფად და ეფექტურად კონდეს რეაგირება. ეს წარმოადგენს ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების ნაწილს, რომელიც მოიცავს როგორც სამედიცინო აღჭურვილობის დონაციას, ასევე საგანგებო სიტუაციების ობიექტების განახლებას, საქართველოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული მექანიზმის გაძლიერებასა და დეცენტრალიზებას. ჰუმანიტარული დახმარება 3 ათწლეულზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რაც ასახავს ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას საჭიროების დროს სიცოცხლის გადარჩენისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მიმართულებით. აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაეხმარება მეხანძრე მაშველებს საკუთარი საქმიანობის შესრულებაში, ასევე კონკრეტულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ჯგუფს, რომელიც მუდმივად ხარს უჭერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე და ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ასევე სამხედრო ჯგუფი მომავალშიც გეგმავს, რომ ხარდაჭერა აღმოუჩინოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით და გადმოსცეს დამატებით ახალი ტექნიკა, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს მეხანძრე მაშველებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ამერიკის საელჩოს საქართველოში და სამხედრო თანამშრომლობის ჯგუფს, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გაწია სამსახურის მიმართულებით, ათეულობით მილიონი ლარის აღჭურვილობა და ტექნიკა გადმოეცა სამსახურს ამ წლების განმავლობაში. დღევანდელი დღეც ნათელი მაგალითია იმ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის, რომელიც წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო მათ ამ ხარდაჭერისთვის.